მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. კიდევ ერთი მწვავე შეფასება და კრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კონგრესმენი ჯო უილსონი ტვიტერზე გამოქვეყნებული სტატუსებით პირდაპირ ბიზინა ივანიშვილს სანქციებით აფრთხილებს. ამერიკელი კონგრესმენი ივანიშვილს საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს და ამერიკის მოძულედ მოიხსენიებს. შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონი ტრამპის მოკავშირეა, რომლის პოზიციასაც სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები იზიარებენ. საერთაშორისო კრიტიკას ეხმიანება ოპოზიცია, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები. ჰეზბოლასთან და ჰამასთან ფლირტი, ირანში სატირალში სიარული, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ტყუილია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ძალიან საშიში სულები, რომელიც უგუნურმა ოლიგარქმა გააკეთა შიდა მოხმარებისთვის, საბოლოოდ დაასამარებს მას საერთაშორისო ასპარეზზე. შეერთებული შტატების ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში თავის საერთაშორისო სტრატეგიას გვერდს არ გადაუხობს და არ გადაუხობს არც ოლიგარქი ივანიშვილის შემთხვევაში და ძალიან მკაცრი იქნება, როგორც ჩანს ბატონი უილსონის განცხადებიდან ის რეაქცია, რომელსაც უნდა ველოდოთ შეერთებული შტატებიდან პირადად ივანიშვილის მიმართ და მისი გარემოცვის მიმართ. არა მხოლოდ ბატონი უილსონის, არამედ მისი ამოდენიმე კოლეგის, რომლის სახელი და გვარი ძალიან კარგად იცის და თვითონ დაგვამახსოვრეს საზოგადოებამ, ასევე ევროკავშირშიც ეს არის, ეს ჯგუფები არის და ისევ როგორც ეს რეზოლუციები იყო ევროპარლამენტში კარგად ნახეთ, სრულიად, ასე ვთქვათ, ვიწრო პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი, იგივე განცხადება ესეც, ასე რომ გულწრფელად ვთქვათ, არც ჩვენთვის და არც საზოგადოებისთვის განცხადება, რომელიც მკაფიოდ არის ლობისტური და მკაფიოდ არ შეესაბამება იმ რეალობას, რა რეალობას დღეს არის ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სტრატეგიული ხედვა მართველი გუნდის ქართული ოცნების ტრამპის ადმინისტრაციის სრულ თანხმედრაშია ერთმანეთთან და ეს გვაძლევს იმის რეალურ საფუძველს, რომ ესეთი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამბობ, ესეთი ლობიზმით გაჟღენთილი განცხადებები ჩვენს ახალ ურთიერთობას და გადატვირთვის პოლიტიკას ნამდვილად ვერ შეუძლია. ერთ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები თუ მარშები იმართება საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. საპროტესტო ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა. აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებსა და საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას ითხოვენ. დღეს IT სფეროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობა მოაწყვეს. ისინი თავისუფალ არჩევნებსა და უკანონოდ დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას ითხოვდნენ. ეს არის ყველა პარტნიორების უკვლეველი განთავისუფლება, თავისუფალ გარემოში ჩატარება არჩევნების, რომელსაც აღიარებს ქართველი ხალხი და ამასთანავე ევროპული ქვეყნები და ამერიკა მათ შორის და ასევე დაისაჯოს ის ადამიანები, ვინც ქალების, ბავშვების და ჟურნალისტების თემაში იღებდა მონაწილეობას. ეს არის ის სამი ძირითადი მოთხოვნა, რაც ჩვენ გაგვაჩნია და გვექნება სანამ არ შესრულდება. ჩვენი პროფესია გულისხმობს იმას, რომ თანამშრომლობთ საერთაშორისო კომპანიებთან და გვყავს საერთაშორისო დამკვეთები და შესაბამისად ის კომპანიები, ვინც და ის ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატიული წყობა, შესაბამისად ისინიც შეზღუდავენ ჩვენსთან თანამშრომლობას, ხომ? ეს მოხდა რუსეთში, ეს მოხდა ბელორუსეთში, როდესაც IT სამყარო გადმოვიდა სხვა ქვეყნებში, მოუწიათ წასვლა თავისი ქვეყნიდან და შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება, თუმცა პირდაპირ პროპორციულია, რომ ეს რისკი ჩვენთანაც მოხდება, ასე ვთქვათ, და შეიზღუდება ჩვენი სფეროს შესაძლებლობები. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს და ისაუბრეს ქალებზე, რომლებიც აქციის დროს დააკავეს. ნოემბერ-დეკემბრის თვეში გამართულ აქციებზე პოლიციელები აკავებდნენ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს, რომლებზეც ახორციელებდნენ როგორც ფიზიკურ ძალადობას, ასევე სიტყვერს იყო სექსუალური შევიწროების ფაქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა ვრცლად და დეტალურად ისაუბრეს. შემოვიდა 10 შეტყობინება 10 ქალის დაკავების თაობაზე, თუმცა სამწუხაროდ ოფიციალური მონაცემების არარსებობის გამო ჩვენ არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა და ინფორმაცია თუ რამდენი ქალი დააკავეს საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს. შემოწმებელია ის გარემოება, რომ აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა მათ მიმართ დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის, არაადამიანური ღირსების შემლახ
სარწმუნოებრივი მოპყრობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მუქარის ფაქტების თაობაზე. ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და სიცოცხლის მოსპობით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ბრიფინგს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ იმ ადამიანების იდენტიფიკაცია და იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომელიც ჩართული არის ძალადობაში და განსაკუთრებით პოლიციელების, რომლებიც ცრუ მოწმეები არიან და ამ სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში 4 ადამიანის დასახელება გადავწყვიტეთ. ერთი არის თეკლა ჯავახაძე, რომელიც ჩართული არის მაია გოგიძის საქმეში, ასევე ცოტნე მესხიშვილი, ისიც არის ჩართული მაია გოგიძის საქმეში, ლაშა ბერაძე, შსს თანამშრომელი, რომელიც არის ჩართული ალექსანდრე დემიანინკოს საქმეში და ნუგზარ ტურაშვილი, რომელიც ჩართული არის ირაკლი ფიფიას საქმეში. ყველა ეს ადამიანი ცრუ მოწმე არის და იტყუება სასამართლოს პროცესების დროს. ეთერში გურიის ამბებით ბრუნდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარიშის სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილება დაამტკიცა. არსებული ბიუჯეტი 2.522.000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულ ცვლილებას ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს უყარეს კენჭი. 2.5 მილიონ მეტი ლარით გაზრდილი ბიუჯეტის ძირითადი თანხა 1.600.000 ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გადმორიცხული დანარჩენი კი ადგილობრივი შემოსულობები. 2024 წლის ბიუჯეტი, როგორც მერის მოადგილემ გიორგი ხურჯუმელიძემ აღნიშნა, გადაჭარბებით შესრულდა და დაახლოებით 91 მილიონი ლარი შეადგინა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრი განისაზღვრა 91 მილიონ ლარამდე. ზრდა განხორციელდა 2.532.000 ლარით, საიდანაც 1.600.000 ლარი დამატებით რესურსია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გამოგვეყო ეს თანხა და ასევე საკუთარი შემოსავლებიც გაიზარდა, რომელიც ძირითადად მოხმარდება იმ ვალდებულების შესრულებას, რაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მიმდინარე წელს აქვს. ვაგრძელებთ გამოშვებას. ჩვენი გამოშვების ღევანდელი სტუმარი არის დავით მჟავანაძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის რაიონული ლიდერი. მოგესალმებით ბატონო დათო და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. სანამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებთ, მანამდე ლოკალურ საკითხს მინდა შევეხო, თუმცა მნიშვნელოვანს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სულ 2 დღის წინ დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტი. თქვენს პარტიას, თქვენს გაერთიანებას არ მიუღია ამ პროცესებში მონაწილეობა არც განხილვაში, არც მის მიღებაში და დამტკიცებაში. ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე თქვი თუ არის ისევე როგორიცაა სოციალური თემები, როგორიცაა ჯანდაცვა და ასე შემდეგ. რა ეტყვით მაყურებელს, რა ეტყვით ქართული ოცნების წარმომადგენლებს ამ ყველაფერზე? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, ის რომ ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმშია და არღებულობს მონაწილეობას, ეს არის ახალი ამბავი და ეს არ არის არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ ოზურგეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაციონალური მოძრაობამ გამოაცხადა ბოიკოტი, მათ შორის საკრებულოებში და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, მაშინ როდესაც ადამიანებს ასახიჩრებენ, მაშინ როდესაც ადამიანებს ცემენ, მაშინ როდესაც ადამიანებს აპატიმრებენ იმისთვის, რომ სამშობლო უყვართ და არც მეტი, არც ნაკლები ამას აკეთებს რუსულ ომოს დამსგავსებული მილიციელები და სპეცრაზმელები. მილიციელს მე შეგნებულად ვამბობ, იმიტომ რომ ესენი პოლიციელი არ შეიძლება ამ ადამიანებს უწოდო, რომლებიც ძარცვავენ ადამიანებს, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანებს აკავებენ, შემდეგ ძარცვავენ და ამ გაძარცულ ადამიანებს შემდეგ შიშველი ფეხსაცმელის და ტანსაცმელის გარეშე შეყრიან იზოლატორებში და იქ შემდეგ და აი, როდესაც ასეთი ვითარება საკრებულოზე თქვენი მისვლა თქვენი წარმომადგენლების, რომლებაც პროტესტი გამოხატავენ
წეს, თუმცა რა თქმა უნდა და როდესაც ასეთი ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ბელორუსიზაციას ცდილობს არა ქვეყნის არაფორმალური მმართველი რუსი ოლიგარქი ბორენკა ივანიშვილი, როდესაც ჩვენ გავართ უდიდესი საფრთხის წინაშე, სად გაიზრდება ჩვენი შვილები, ევროპაში, თუ ეკრებათ ევროპული მომავალი, თუ ისინი თქვათ რუსულ ჭაობში მოუწევთ ცხოვრება. ასეთ დროს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და ხელისუფლებასთან რაღაცა დიალოგი ნებისმიერ ფორმაზე მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი დანაშაულია და ძალიან უფრო მეტი კი არა, ძალიან დიდი დანაშაულია და ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩაინიშნოს რიგარეში არჩევნები და ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებული იქნას განთავისუფლებული და ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლებას და რუსთაველს. ეს ბრძოლა გადის აი აქ. ეს ბრძოლა იქნება მაგალითად ხვალ, ნახავთ და მოუწოდებთ ვისარგებლო შემთხვევით მოუწოდებთ ადამიანებს გამოვიდნენ და ჩვენ აქ ჯაჭვში, ოზურგეთში, ესე იგი იქნება ჯაჭვი, სადაც მივიღებთ ყველა ადამიანი მონაწილეობას, ვისაც არ მოსწონს ეს რუსული მმართველობა პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად. ეს ბრძოლა მიდის აქ და აი ამისი გაგრძელება იყო და რაც შეეხება მნიშვნელოვანი საკითხია, კომიკური არის და სასაცილო არის მათი პოზიცია ყოველ წლის ბოლოს, როდესაც ბიუჯეტი არის დასამტკიცებელი, როდესაც ცდილობენ რომ შემოაპაროს საკუთარი ხელფასების მომატება და ამას აკეთებენ სისტემატურად, პრაქტიკულად ყოველ წელს, მესამე წელს უკვე ყოველ წლის თავზე, მაშინ როდესაც უამრავი დაპირება გასცეს და მაშინ როდესაც ჩვენ უამრავ პრობლემას წარვადგენდით, წინა წლებზე მაქვს საუბარი და ვეუბნებოდით რომ ეს კონკრეტული პრობლემა, ლოკალური პრობლემა არის მოსაგვარებელი, ისინი ხელფასებს იმატებდნენ. და ისინი აცხადებენ რომ ამ პრობლემებს ვაგვარებთ და მათ განხილვაშიც არ მიუღიათ მონაწილეობა. თქვენ რას გვეტყვით? როდესაც ბუნებრივია ვიცნობთ, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში ხარ და ზუსტად ვამბობ, მე დანაშაულად მიმაჩნია. ახლა ამათთან თანამშრომლობა და როდესაც ასეთ რეჟიმში ახლა ამათთან თანამშრომლობ და ამათთან ერთად რაღაცა პროცესებში მიიღო მონაწილეობა, ეს არის ასე თქვათ ბრწყალებში ვიტყვი გაუპრაო ამათ ეს ყველაფერი, ეს დანაშაული, რასაც ესენი ჩადიან და ეს ხდება, არ ხდება მხოლოდ ოზურგეთის მასშტაბით, ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოედო მთელს ქვეყანას მოედო ეს ყველა ეს მუხტი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ბუნებრივია ამის გამო ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ არ შეიძლება და რეაგირების გარეშე დაგვეტოვებია, ასე ვთქვათ, გუშინწინდელი საკრებულოს ხტომა და სწორედ ორი მნიშვნელოვანესი ფაქტორის გამო. ერთი, რაზეც უკვე ვისაუბრე და ამის შესახებ აუცილებლად უნდა გვეთქვა ჩვენ ამ ადამიანებისთვის და სირცხვილის კორიდორი მოუწყვეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბიუჯეტის დასამტკიცებლად, ასე ვთქვათ, ამ დამტკიცებას ამოფარებულები მივიდნენ საკუთარი ხელფასის გასაზრდელად სინამდვილეში და რაში ჭირდებათ ეს ხელფასების მომატება ოლიგარქს, ეს კიდე ცალკე საკითხავია, ჭირდება მონურმორჩილებაში მყოფი ადამიანები და ეუბნება, რომ აი თქვენ არაფერი არ შეგეხებათ, კაცო, თუ რაიმე პრობლემა იქნება, ჩვენ ნაგერ ხელფასი ბიუჯეტის ხარჯზე, სხვათა შორის გადასახადების გადამხდელების ხარჯზე, აი თქვენი ხელფასის ხარჯზე, ჩემი ხელფასის ხარჯზე, ხელფასებს მე თქვენ მოგიმატებთ და მივედით ამის გასაპროტესტებლად ჩვენ რომ გვეთქვა, რომ არ არის ახლა ბიუჯეტის ხარჯზე, ხალხის ხარჯზე, ნაცემი ადამიანების ხარჯზე ხელფასების მატების დრო და ამავდროულად უმთავრესი რაც არის, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ამ ადამიანებაც უნდა აიღონ თავის თავზე, ხო, მხოლოდ და მხოლოდ ოლიგარქი არ ზის, ოლიგარქს ეყრდნობა, ოლიგარქი ამ ადამიანებს ეყრდნობა, მათ შორის რაიონის დონეზე და მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. უნდა აღვნიშნოთ ეს, ჩვენ გვეუბნებია 9 წლიან პერიოდზე გვესაუბრებოდა ქალბატონი ჩხიკვიშვილი, რომელსაც კონკრეტული თანხა აქვს, რამდენჯერ ორჯერ აქვს მარტო 2012 წელს, ორ ეტაპად, ორ ტრანშად აქვს ხელფასი მიღებული იმისთვის, რომ ნაციონალური მის ოჯახს აღებული იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობას ხმები მიიღოს, რომ ერთ-ერთი აგიტატორი იყო ნაციონალური მოძრაობის, სხვათა შორის ძალიან კარგად მუშაობდა, თავის საქმეს კარგად აკეთებდა, ამიტომ წაიყვანეს, ასე ვთქვათ, გადაიპორტირეს ქართულ ოცნებაში და მხოლოდ არ იყო, იქ იყო სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხარებას ფოტო მოიტანეს ვანო მერაბიშვილის ფოტოსთან ერთად, როგორც ჩანს, არ დააკვირდა, რა ძირითადი ფოტო, რაც იყო ამოსული, იმას მიადევნეთ, თორემ აი ხარებას ფოტო მოვაქვს ჩემთან მიპროტესტებენ, როდესაც ეს ხარება არის მთავარი დამარბეველი დღეს და ეს ხარება არის ოლიგარქის, ასე ვთქვათ, საყრდენი დღეს და გასაგებია თქვენი პროტესტი მართველი პარტიის და ქართული ოცნების მიმართ, მაგრამ ეს ბიუჯეტი მხოლოდ ქართული ოცნების ხო არ არის, ეს ბიუჯეტი არის ადგილობრივი ადამიანების და მნიშვნელოვანი იყო, ვთქვათ, ოპოზიციის ხმის ქონა და გაგონება ამ ხალხთან მიმართებაში და ამ კონტექსტში გეკითხებით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენი ჩართულობა ამ ბიუჯეტის განხილვაში. აქ საუბარი არ იყო იმაზე, რომ ბიუჯეტი ჩავარდებოდა ამით და ბიუჯეტი, თქვათ, ოზურგეთი დარჩებოდა ბიუჯეტის გარეშე. ასეთი საფრთხის წინაშეც კი არ დგარა, ასე ვთქვათ, ოზურგეთის ბიუჯეტის მიღება არ მიღების საკითხი. შესაბამისად, საფრთხეები
ფაქტები არ არსებობდა იმის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ ვიყავით ბოიკოტში და ჩვენ მოდი გეტყვით წინა წლებში ჩვენ ვესწრებოდით საკრებულოში ბიუჯეტის მიღებას, მაგრამ მხარი არ დაგვიჭერია, ჩვენ არ უჭერდით ამ ბიუჯეტს იმის გამო, რომ მაშინაც იმატებდნენ ხელფასებს და ბიუჯეტი არ ჩავარდნა, ძალიან კარგად მოიმატა მერმა, მოადგილემ, რა ვიცი მე, თანამშრომლ ძალიან კარგად მოიმატეს მაშინ ხელფასები და არ შეშლიათ მაშინ ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ეუბნებოდა სახელებს და გვარებს, როცა ასახელებდა ამ ადამიანებს ემატებოდა ხელფასი, სამარცხინო საარსებო მინიმუმია დღეს ქვეყანაში ადამიანი იმფასად ელემენტარულად ადამიანს, რომელსაც მედიკამენტებით მკურნალობა ესაჭიროება, თავს ვერ ერთდროულად მედიკამენტებს და საკვებს ვერ შეიძენს და ესა 6000 ლარი დაინიშნეს, 6000 ლარამდე გაიხადეს ხელფასები და უნდა ანუ ეს არის ჩემი აზრით პრობლემა და არა ის რომ ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტი, რა თქმა უნდა, სად ყოფილიყავით ალბათ, აბა ვიყავით იქ, სადაც უნდა ვდგარიყავით, გავაპროტესტეთ მათი ხელფასების მატება, გავაპროტესტეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ჩვენ ვიყავით საკრებულოს ხდომაზეც მისულები, საიდანაც ვითქონ არ ვიღებთ, არ მივიღეთ მონაწილეობა ძალისმიერი მეთოდებით, არც მეტი, არც ნაკლები თავისი აქ მინიზონდერები მოიყვანეს და ძალის დემონსტრირებით გამოგვიყვანეს საკრებულოს ხდომაზე და იქ ნახეთ რომ შეხლა შემოხლა იყო ფიზიკური დაპირისპირება იყო მათი მხრიდან კი ახლა ეგეც მინდა აღნიშნო ახლა ვერ გაიგეს რა უნდათ ადამიანს ედავებიან ახლა ფიზიკურად მე არ ვამბობ შეხლა შემოხლაში შეიძლება ვიღაცა არ დაზიანდა და თუ ვინმე დაზიანდა მე ადამიანს რაღაცა უთანაგზო და უხوان ნამდვილად თუ დაზიანდა მაგრამ ვინ არის ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი ძალადობაზე ყველა ძალადობაზე არის პასუხისმგებელი მათ შორის თავისუფლებას და რუსთაველზე მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის საკრებულოს შენობაში იმ განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებელი არის მმართველი პარტია და მათ დაიწყეს ის ფიზიკური დაპირისპირება, თორე ჩვენ ასე თქვათ იმ აქცია პერფორმანსს დავამთავრებდით და როგორც დაინახა საზოგადოება რაღაცა იარაღით არ შევჭირა ჩვენ და ფიზიკურად მათგან განსხვავებით ფიზიკურად არ გვიძალადია. ეს არის პასუხისმგებელი ამ ძალადობას თვითონ არიან. თუ უნდა ძალადობდა იქ დღეს თქვენი კოლეგა კი არ ძალადობა, რომელიც უწესრიესი ადამიანია, ძალადობდა ხურჯუმელიძე ძალადობდა პატივცემული, რომელიც არავის არ უნახავს 2012 წლამდე, მისი გაპროტესტებული არავის არაფერი არ უნახავს და ერთი არ ვიცი ჩემი მეგობრებისგან გამიგია, რომლებიც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფნის პერიოდს აპროტესტებდნენ და დღე-დაღამე რუსთაველზე იდგნენ, რომ ეს ადამიანები იქ არ უნახავთ უმეტესობა, რომლებიც დღეს ჩვენ მორალს გვიკითხავენ და გვეუბნებიან, თურმე არანა რაღაცა მორალური უფლება აქვს. თუ იმას მორალური უფლება არ აქვს, ამ ადამიანებს არ აქვს. ადამიანებს რომლებიც თვითონ რომ ყველა ხელისუფლება გამოიყენონ თავისი პირადი კეთილდღეობისათვის. გასაგებია. ასევე მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ, თქვენმა ოპონენტმა კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა Facebook გვერდზე მოკლედ CSKOS მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც აცხად ამბობს, რომ დაფინანსება მიიღო 6 პარტიამ, მათ შორის ამ დაფინანსებაზე ვარი თქვა მხოლოდ კოალიცია ცვლილებისთვის კოალიციამ მოკლედ პარტიამ და შესაბამისად დანარჩენმა პარტიებმა ამ დაფინანსებაზე ვარი არ განაცხადა იმ ფონზე, როცა პარტიები მოუწოდებენ რიგით ადამიანებს, საჯარო მოხელეებს თუ არასაჯარო მოხელეებს, რომ გამოვიდნენ და ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, თქვენ ვარი ხელფასებზე, სამსახურზე ხელფასებზე და ასე შემდეგ. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით, რატომ არ თქვა თქვენმა პარტიამ თქვა თუ ვარი დაფინანსებაზე? მესმის რომ პარლამენტში შესვლაზე ვარი განაცხადეს, დატოვეს მანდატები და ხელფასებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში კოალიციამ რატომ არ თქვა ვარი დაფინანსებაზე? პარტიის დაფინანსება მიბმული არის იმაზე საკრებულოს ასე ვთქვათ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი შევა თუ არ შევა პარლამენტში მოგეხსენება ჩვენ პარლამენტს გამოუცხადეთ ბოიკოტი და ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წევრი არ შესულა პარლამენტში შესაბამისად ნაციონალური მოძრაობა ამ დაფინანსებას ვერ მიიღებს და ის რომ თქვა ანუ ის რომ წერილობით უარი არ განაცხადა ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის რომ ნაციონალური მოძრაობამ დაფინანსება მიიღოს ამას ჭირდება კიდე მომდევნო ეტაპი არის პარლამენტში შესვლა თუმცა ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წევრი არ აპირებს პარლამენტში შესვლას მე მხოლოდ ამით შემოვიფარგლები მე ვფიქრობ რომ ჩვენი ამოცანა არის ახლა დღეს ვებრძოლოთ ოლიგარქს დავამარცხოთ ეს რუსული რეჟიმი ამიტომ მე ამ თემაზე უფრო მეტი საუბრისთვის თავს შევიკავებ თუმცა ცალსახად ვიტყვი რომ წერილობით უარი შეიძლება განაცხადოს შეიძლება კონკრეტულად პარტიამ არ განაცხადოს უარი მაგრამ თუ ის არ შევა პარლამენტში მაინც ვერ მიიღებს ამ დაფინანსებას მოკლედ ამის თქვენ გინდათ რომ მაინც თქვენ პარლამენტში შეუსვლელობა ნიშნავს რომ იმას რომ დაფინანსებას ვერ მიიღებთ კი ეს არის მოქმედი კანონმდებლობა
მართლმსაჯულებით გათვალისწინებული, შესაბამისად არც ერთი პარლამენტის წევრი კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველოს პარლამენტში არ შესულა, იმიტომ რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ეს არის მეტაცებული არჩევნების შედეგად, რუსული სტილით ჩატარებული არჩევნები და შესაბამისად ჩვენ იქაც ვართ ბოიკოტის რეჟიმში. ახლა მიმდინარე პროცესებს რომ შევეხოთ, რაც დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში, მთელს ქვეყანაში ხდება, საპროტესტო ჯაჭვი, ანუ იმართება ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თქვენი კოალიცია თუ მიიღებს მონაწილეობას აქტიურად და თუ მოკლედ ამ მოვლენებსაც შევეხოთ, რაც უკვე ერთი თვის განმავლობაში ხდება საქართველოში. კი, უმნიშვნელოვანესია პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს ეგონა რომ ქართული ხალხი დაიღლებოდა და რამდენიმე დღეს სახში წავიდოდნენ და სხვათა შორის მან არჩევნამდე რამდენიმე დღით ადრე ეს განცხადება გააკეთა კიდეც რომ აი ცოტა არჩევნები არაფერიო, მაგრამ აი ცოტა შემდეგ ერთი თვის თავზე ცოტა რაღაცაო ცოტა რყევები იქნება და ამასაც გადავივლითო. ახლა ეს იმიტომ ხო არ თქვა, მაგრამ რომ რაღაცა წინასწარ მეტყველია, რაღაცა განსაკუთრებული იმიჯი აქვს. წინასწარი იცოდა როგორი ვერაგული განზრახვა ქონდა. მას წინასწარ ქონდა გასაზღვრული არჩევნების დამთავრებიდან ერთი თვის თავზე უარი უნდა ეცდეთქო დასავლურ კურზე და ეს მოლოდინი ქონდა მას რომ აი გაუვიდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ დავინახეთ რომ არაფერიც არ გაუვიდა, ქართული ხალხი არ დაიღალა და ეს არის არნახული პროტესტი. ჩვენ ვხედავთ რომ სამეზობლოების პროტესტია, ჩვენ ვხედავთ რომ რაიონების პროტესტია, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების პროცესია, ხო კუთხეების პროცესისა პროტესტია და რაღაცა მე არ მახსოვს სხვათა შორის მაგალითად უახლოეს ისტორიის მანძილზე არ მახსოვს მსგავსი მასშტაბის პროტესტი ყოფილიყო ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ქართული ხალხი არ დაიღლება მაშინ როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და პრაქტიკულად ერთი თვეა მიუხედავად იმისა რომ ცემენ ქუჩაში ადამიანებს ხო წეგან ვისაუბრე ამაზე ხო მაგალითად ჩვენ გვახსოვს რომ წინა პროცესები მაგალითად აპრილის პროცესები მარტის პროცესები ჩვენ ხედავდით რომ ადამიანებს აკავებდნენ ცემდნენ კიდეც მაგრამ ამას ყველაფერს აკეთებდნენ შენიღბულად ცდილობდნენ ისეთ ადგილებში დაერტყათ სადაც ეს არ დაეტყობოდა და ახლა ამ ყველაფერს აკეთებენ ბოდიში ამ ყველაფერს აკეთებენ სადემონსტრაციოდ აი სახეებში ურტყამენ ადამიანებს რომ რატო იმიტომ რომ შიში დათეს უნდა ვნახოთ შიში კი არ დათესეს პირიქით თესავენ ქარს და მოიმყიან ქარიშხალს და ამის გაგრძელება ბუნებრივი არის ოზურგეთშიც ჩვენ მრავალი ასე ვთქვათ საპროტესტო ღონისძიება მქონდა აქ ადგილზე და ეგ და აქ ახაც პარტიული ნიშანი რა მოლოდინებია ამ ფონზე რამდენ ხანს შეიძლება ეს პროტესტი გაგრძელდეს და რა მოლოდინები აქვს როგორც ოპოზიციას ასევე რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს მართვალ პარტიას, იგივე მოლოდინები გქონდა თქვა ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით და ვნახეთ კონგრესმენის განცხადება. თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით, ანუ რა დღეშია ახლა თქვა მართველი პარტიის წარმომადგენლები იმ ფონზე, როცა კონგრესმენი ასე წვავე განცხადებას აკეთებს Twitter-ზე. კი, ახლა ქართული ოცნების ასე ვთქვათ პროგნოზი იყო და ამით კვებავდნენ საკუთარ ასე ვთქვათ მხარდამჭერებს მოძალადეებს ეუბნებოდნენ რომ აი 20 იანვრამდე აი მივიტანოთ და აი 20 იანვარს შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ რაღაცა გლობალური ომის პარტიას დავამარცხ რაღაც 1000 აბსურდში შედიოდნენ რაღაცა უნდა დავამთავროთ დასრულდება ოლიგარქია ამერიკაში და შემდეგ ჩვენ ვითანამშრომლებთ მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ მათი სიტყვები დღეს უკვე მოზომილია მათი ლიდერები კობახიძეები ისინი კოლექტიური კობახიძეები კოლექტიური კალაძეები იძახიან რომ ამერიკა დღეს თავს მიხედავს ჩვენსაც უნდა მიხედოთ ეს არის იმის შედეგი რომ რასაც ისინი ფიქრობდნენ რომ გაუვიდოდათ არ გაუვიდათ ამის ნათელი მაგალითი არის და ნათელი დადასტურება არის ჯო უილსონის განცხადება რომელიც იყო უმწვავესი და ამას წინ ერთოდა უმძიმესი სანქციები საქართველოს ისტორიაში რომ მოლოდინებს ქმნის ოპოზიცია რომ თითქოს პრობლემები გვექნება ტრამპის ხელისუფლებასთან ეს მოლოდინები კი არ არის ეს არის რეალური ნაბიჯები რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და თეთრი სახლი აკეთებს ეს არის და უკვე დასანქცირებული კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები და არც მეტი არც ნაკლები ჩვენ ყავს ქვეყანაში პირველად ყავს სანქცირებული ხელისუფლება ყავს აი თუ ვინმეს უნდა მაგალითად სანქცირებული ხელისუფლება ყავდეთ ამათ ყავდეთ ჩვენ არ გვჭირდება სანქცირებული ხელისუფლება და ადამიანები რომლებიც არიან იმ სიაში იმ სანქცირებულთა სიაში სადაც არიან
ჰეზბოლას და ტერორისტებთან ერთად არიან ეს ადამიანები სიაში და ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება მოეხდინათ, ხო ჩვენ ნახეთ, რომ ვიცე-პრემიერათაც კი დანიშნა კობახიძემ სანქცირებული ადამიანი, ეს იყო პასუხი ამერიკელებს და როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ რაღაცა ცრუ იმედებს და რაღაცა ვქნით, ჩვენ რა თქმა უნდა იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა არასდროს არ გადავა რუსულ რელსებზე და ამის ყოველთვის იმედი გვაქვს, რომ დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვერდით იქნებიან. არ გვჭირდება ჩვენ ხელისუფლება, რომლებიც დგანან ტერორისტებთან ერთად, არ გვჭირდება ჩვენ ხელისუფლება, რომლებიც არიან მათთან ერთად მათ შესაძლებელი. ეს ბრძოლა დღეს და ხვალ არ დამთავრდება. ჩვენ ვდგავართ უდიდესი, ასე ვთქვათ, გამოწვევის წინაშე და მეორე მხარეს არ უნდა დაგვაუწყდეს. მხოლოდ ესენი კი არ დგანან. ამათ უკან დგას კრემლი, ამათ უკან დგას რუსული სპეცსამსახურები. ჩვენ რუსულ სპეცსამსახურებს ვებძვით და რა თქმა უნდა ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი, მაგრამ ამ ბრძოლაში დასუსტდება რუსული ოცნება და გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. ამას ალტერნატივა არ გააჩნია და იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს არნახული მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ამის ნათელი მაგალითი არის ყოველ დღე, როდესაც ვკეთდება უმწვავესი განცხადებები და ამ განცხადებებს შემდეგ მოყვა უმწვავესი სანქციები ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის. ნამდვილად გეთანხმებით, ქართველი ხალხი ნამდვილად გაიმარჯვებს და წავალთ ევროპისკენ. მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის, სტუმრობისთვის, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო დავით მშავანაძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. ინსტრუმენტი, რომ პრეზიდენტ ტრამპამდე მივიტანოთ ჩვენი ხმა. სუსტად იციან, ვის უნდა მიმართონ, რა მოთხოვნით და როდიდან ისინი ვინც დღეს ამერიკაში ცხოვრობენ საკუთარ სამოქმედო გეგმას რამდენიმე საათის განმავლობაში ადგენდნენ. პირველი რასაც ქართველი ემიგრანტები საქართველოს მხარდასაჭერად აპირებენ, ამერიკელი სენატორებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა იქნება. ჩვენ არ მივმართავთ ლოკალური დონის სენატს, ანუ ამერიკაში გვაქვს ადგილობრივი სენატი და გვაქვს ფედერალური სენატი. ადგილობრივი არ გვაინტერესებს, ჩვენი მიზანი არის ფედერალური დონის სენატორები, ვინც არიან, ვინც წარმოადგენს ნიუ-იორკის შტატს, ნიუ-ჯერსის შტატს და ასე შემდეგ, სადაც ქართველები კომპაქტურად ვართ ჩასახლებულები, ასე ვთქვათ. ამერიკელი სენატორების ხელში ქართველების ოფიციალური წერილები უახლოეს დღეებში აღმოჩნდება. ყველაფერი განსაზღვრული აქვთ. მათ შორის ის დიპლომატიური ენა, რომელიც სენატორებთან ურთიერთობის დროს უნდა დაიცვან. დაიწყება სატელეფონო ზარებით. ეს არის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ ვეკონტაქტოთ სენატორებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტელეფონზე. მითითებული იქნება ტელეფონის ნომრები ამ გზამკვლევში. აქცენტები რაც უნდა დავსვათ, როგორ უნდა ველაპარაკოთ, რა მესიჯები დავტოვოთ. ეს იქნება არა მარტო ქართველებისთვის, ეს იქნება ამერიკელებისთვის. ქართველი ემიგრანტები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან, აანონსებენ წერტილოვან მიტინგებსაც, იმ ადგილებიდანაც, საიდანაც მათი ხმა ადრესატამდე უფრო მალე მივა. ამბობენ, რომ დღეს მათი სასაუბრო ენა ინგლისური იქნება, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გაიგოს და მეტმა იმოქმედოს საქართველოში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად. შეიქმნა სპეციალური პლატფორმა ამერიკელებისთვის, სადაც ყველა ის ინფორმაციული რესურსია თავმოყრილი, რომელიც მათ საქართველოში არსებულ ვითარებას აცნობს და ფონდების საშუალებით უცხოელებს ფულოდი დახმარების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, შეხვედრაზე ქვეყნის მხარდამჭერი კომიტეტის შექმნის იდეაც გაჩნდა. შეხვედრის ფარგლებში ისმოდა კონკრეტული მოთხოვნებით ემიგრანტები ოპოზიციური პარტიებისგან მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელიან და კონკრეტული ხედვებიც აქვთ. მათი შეფასებით უნდა შეიქმნას ერთიანი ცენტრი, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ წარმართავს პროცესებს და სწორედ ამ ცენტრის მიერ უნდა იმართოს მოვლენები. ვერც დასავლეთი, ვერც ერთი ინსტიტუტი დასავლეთიდან, ვერც ამერიკული ინსტიტუტები, კონგრესი გნებოთ, სენატი გნებოთ, პრეზიდენტი, ვერც ევროკავშირი, ვერც ერთი მისი კომისია პირდაპირ ჩარევას ვერ მოახდენს ქართულ პროცესებში. მათ შეუძლიათ მხოლოდ მედიატორის როლი ითამაშონ. ორი ცენტრი, დაპირისპირებული ცენტრი დასვან, თამაშის წესები დაუწესონ და მტყვარმართალი გაირკვეს. სხვანაირად ისინი ვერ შეერევიან. სხვანაირად ჩარევა იციან რუსებმა ტანკით. აქაური ქართველები არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ისეთი მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ამ თავარ პროცესს, რომელიც ახლა ჩვენ სამშობლოში ხდება. თავარი ამოცანა არის საქართველოს დასავლური კურსის მხარდაჭერა.
ემიგრანტების შეხვედრები კიდევ გაგრძელდება. ქართული ხალხის მოთხოვნებზე ხელმოწერა აქაც დაწყებულია. როგორც ამბობენ, ემიგრანტები ძალას მხოლოდ ახლა იკრებენ. თამუნა ქემერტელიძე, ამერიკის ხმა, ნიუ-იორკი. ეს გახდა ჩემ ხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.